მისაღებებია 3 ლარი მივაჭრი ახლა და ვალებს ვარიგებ. Ხელი დღე 3 ლარი? ვალებს ვარიგებებო, რა ვქნა, აბა პურის ხილს ვაკეთებებო. ძალიან როცხელა არ გიჭირთ? მიჭირს და გვიანი მოვდივარ მე. წამლები რაღაც აი. ეს გჭირდება და აქვს სვამთ ხოლმე? 73 წლის დარეჯან მახათაძეს წამლისა და პურის ფულის შეგროვება ძალიან უჭირს. განსაკუთრებით ახლა, გაუსაძლის სიცხეში, როდესაც ვაგზლის მოედანზე, ცელოფნის პარკებისა და სიგარეტის ღერობით მყიდველს საათობით ელოდება. გაორმაგებული და გასამაგებული ეკონომიკა 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამაგდა და ბოლო წლების მანძილზეც განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნად ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. აყვავებული ეკონომიკის ძებნაში ვიარეთ იქ, სადაც ამ ეკონომიკის მცვლელები არასდროს ხვდებიან. მათი ჩამუქებული მინებიდან და მაღალი ჯიპებიდან არც სახლიდან გასაყიდად გამოტანილი ქოთნის ყვავილები ჩანს და არც ნაგვის ურნაში თავჩაქინდრული ადამიანები. ევროპაზე უკეთესი ეკონომიკის შექმნამდე ღარიბი ქვეყნის მდიდარმა მთავრობამ საკუთარი ოჯახების დოვლათი შექმნა და ეს ფაქტია. ამ დოვლათს ისინი ქონებრივ დეკლარაციებში თავად აღნუსხავენ. თუმცა დღეს ჩვენ არ ვიკვლევთ ამ ქონების წარმომავლობას. დღეს ამ ქონების ოდენობას დავითვლით. გვინდა გაჩვენოთ, სად უფრო ყვავის ეკონომიკა, ოცნების მინისტრების თუ რიგითი მოქალაქეების ოჯახებში. ქალბატონო მარიამ, გამარჯობა. თქვენს კარტიეზე და როლექსზე სალაპარაკოთ მოვედი, გიკეთიათ ახლა? კარტიეს ბრენდის სამაჯური და ბეჭედი, ღირებულება 10,500 ამერიკული დოლარი. 10 და 12,000 დოლარად შეფასებული როლექსის 2 საათი. 60,000 დოლარიანი BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ამ ქვეყანაში ამ გრძალავ ნიშანთან დგომის უპირატესობაც აქვს. აქციები ელექტრომობილების კომპანია Rivian Automatic-ისა და Tesla Inc-ში. 309,000 დოლარი ანაბარზე, მოგზაურობაში დახარჯული 60,000, რემონტში გადახდილი 40,000 და ტანსაცმლის ხარჯი 20,000. ეს ეკონომიკის მინისტრისა და მისი მეუღლის ქონების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. მარიამ ქრივიშვილის მსუყე დეკლარაცია ევროპის ქვეყნების ეკონომიკას ვერა, მაგრამ ამ ქვეყნების მინისტრებს ნამდვილად გააკვირვებდა. 1,200,000 აქვთ გადახდილი მინისტრსა და მის მეუღლეს ბინებსა და აგარაკებშიც. თუმცა ახლა მთაწმინდასა და წავკის შინაყიდი უძრავი ქონების საბაზრო ფასი ბევრად მაღალია. დილამშვიდობის დეკლარაციაში გიწერიათ, ქალბატონო მარიამ. ასევე აყვავებულ ეკონომიკაზე მინდოდა მეკითხა. ოცნების მთავრობის კაბინეტში მდიდარი მინისტრები პირდაპირ ბიზნესიდან მოხვდნენ. ეს ბიზნესი არსად წასულა და ისევ ამ მინისტრების საოჯახო ყულაბას ავსებს. ეკონომიკის მინისტრი წერს, რომ მხოლოდ 2 კომპანიიდან 300,000-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. პენსიასა და მიზერულ ხელფასზე შეჩერებული მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის და პირადი ეკონომიკა ბიზნესმენ მინისტრებს ერთმანეთში აერიათ. მე ვერაფერს ვერ შემოგოგო და რა ვქნა. ჩვენთვის არავინ არ ამ საწყალი ხალხისთვის. წამალს ვერ ყიდულობ ადამიანი, ჩვენი პენსია არაფერი არ არის. ძალიან მიჭირს ხო, აგერ ქალბატონის ეს არის. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. თქვენს გარშემოც ასეა ყველა? ასეა, ყველგან ასეა. და ეს ეკონომიკა სად ყვავის აბა? თვითონ მინისტრების ხერში და პარლამენტის ხერში ჩვენთან არაფერი არ არის დედიკო. ოცნების მინისტრთა კაბინეტის ფინანსური მდგომარეობა რომ შეესწავლათ და გაეზომათ, ევროპასთან შეჯიბრი და შთამბეჭდავი ციფრები რეალობასაც დენილი ნამდვილად არ იქნებოდა. ივანიშვილის მთავრობის წევრების ფულისა და ქონების მხოლოდ ის ნაწილი, რაც დეკლარირებული აქვთ, უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ღარიბი ქვეყნის მმართველები არა უბრალოდ მდიდრები, არამედ მილიონერები არიან. გამარჯობა ბატონ პატა. მოდით ცივილურად ჩაგმეწერეთ, რა არ გავიქცეთ. იუსტიციის მინისტრის გამდიდრების ისტორია ქართული ოცნების მმართველობის წლებს ემთხვევა. საგურამოს ესვილა პაატასალიას ცოლის საკუთრებაა. ოცნების მთავრობის წევრის ოჯახმა მდიდრების დასახლებაში უძრავი ქონების შეძენა 2020 წელს დაიწყო და 3-ჯერ გაფართოვდა. აეროგადაღების კადრებში კარგად ჩანს აუზი, შეზლონგები, ატრაქციონი, უზარმაზარი ეზო და ახლა დაშენებული სახლი შემინული აივნებით. როგორც ჩანს, კობახიძის კაბინეტის წევრი ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ემზადება. ამ სახლიდან ხმა რამე არ გაგიგიათ? ერთი წლის უკან დამლაგებლები მუშაობენ. ამ ქონების შეძენა პაატასალიას მეუღლეს 9,5 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
ბევრად მეტი, 203.130 ამერიკული დოლარია გადახდილი ოცნების მინისტრის ცოლის სახელზე გაფორმებულ ლისის აპარტამენტებშიც. პრესტიჟულ საცხოვრებელ უბანში იასამნების პირველ ნომერში არსებული 180 კვადრატული მეტრის ღირებულების ნახევარი ოცნების მინისტრ სალიას მხოლოდ ავტომობილში აქვს გადახდილი. პარლამენტში შესვლამდე 2 თვით ადრე, 2024 წლის 10 ოქტომბერს 122.800 ევროთ Porsche Cayenne იყიდა. ის Land Rover Defenderიც ოცნების იუსტიციის მინისტრის ოჯახის ავტოპარკს ეკუთვნის. ძვირად ღირებული ავტომობილი 2025 წლის იანვარშია შეძენილი და მასში პაატა სალიას ცოლმა ქეთევან ჯალაძემ 66.400 ამერიკული დოლარი გადაიხადა. დამეთანხმებით, რომ სხვა გზად ვცადე თქვენთან ურთიერთობის და არ გამოვიდა. სალია მინისტრობისა და ადვოკატობის გარდა ბიზნესმენიცაა. მანგანუმის მოპოვების კომპანია Georgian Cosmetic რუსეთის მოქალაქესთან ერთად. ბათუმი Terminal Holding Company, GSA Consulting, Home Door TB საქართველო, Smart Capital Consultancy. ეს პაატა სალიას კომპანიების არასრული ჩამონათვალია და ყველა მათგანი ოცნების ხელისუფლების პირობებშია დაფუძნებული. ივანიშვილის მთავრობის მინისტრმა და მისმა ცოლმა 95.000 დოლარის ოდენობის დანაზოგის შენახვაც მოახერხეს. ამდენი ბიზნესმენი მთავრობაში მინისტრებს გულისხმობ, აქამდე ყოლია? აქამდე როდემდე? აი, ახლა გვაქვს მინისტრთა კაბინეტი, სადაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი და მილიონერი მყავს მთავრობაში. და აქ პრობლემას არ გვაქვს. ღარიბი ქვეყანა ვართ ბატონო დაშდენ და ამდენი მილიონერი მინისტრი ყავს ღარიბი ქვეყანა რას ნიშნავს ღარიბი ქვეყანა ვართ? ანუ თუ თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი და გარკვეული ესე ვთქვათ მისი ქონებრივი მდგომარეობა არის ისეთი როგორიც არის მოცემულობა, ანუ ამ კრიტერიუმით არ უნდა განწესდეს ის თანამდებობაზე, ამას მეუბნები. უბრალოდ ქონია თუ არა ასეთი შემთხვევა, როცა ამდენი მილიონერი პრეზიდენტი ტრამპი მილიარდელია. ჩვენ თუ ქონია საქართველოში. ასევე მე შემიძლია საფრანგეთის, გერმანიის მაგალითები. საქართველოშიდაც არსებობს ესეთი ესე ვთქვათ მოცემულობა რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს აქვთ კონკრეტული ქონებები. ანტიკორუფციული ბიუროს შეფისთვის მილიონერი მინისტრები ზედმეტი თავსატეხი არ არის. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ვისი ცხოვრების ხარისხით სწორედ ამ მინისტრებსა და მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვაჭრობა არის? რა ვაჭრობა, დიდად აღებული აგერა მაგ კიდე. მოუკიდელი მაგ ეს ამოუკიდელი მაგ და ჩემი ნავადი ჩაბადო, ჩემი ნავადი ეს მაგალი ავასრულეთ ეგრეო. პარალელური რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ერთის მხრივ ქართული ოცნების მიერ აყვავებულ ეკონომიკას ზეიმობს და მეორეს მხრივ ამ ადამიანების ყოფას ასახავს. არადა ეკონომიკის ორნიშნა ზრდა პირველ რიგში სწორედ მათ ცხოვრებაზე უნდა ისახოს. ფასების კლების, სამუშაო ადგილების შექმნითა და ხელფასების მატებით. Poiți to isava pozitivuri ministri რა თქმა უნდა. მინდა გითხოთ ქართული ოცნებისთვის გაკეთებულ შესაწირზე, რომელიც თარიღდება 2024 წლის 5 ოქტომბრით და 18 ოქტომბერს მინისტრად დაინიშნეთ. იცოდით, რომ 18-ში მინისტრად დაინიშნეთ? აი, სიმართლე თუ გაინტერესებს, სინამდვილესაც არ ვიცოდით, რომ მინისტრად შეიძლება. შალვა გოგოლაძე სპორტის ბიზნესმენი მინისტრია. მინისტრის პორტფელი ქართული ოცნებისთვის თანხის შეწირვიდან 2 კვირაში ჩააბარეს. მას ამ დროისთვის უკვე ჰქონდა 350.000-იანი დანაზოგი. 2 ძვირად ღირებული ავტომობილი, Land Cruiser 200 და Land Cruiser 300. ჯამში 120.000 დოლარის ღირებულების. როცა ამდენი დანაზოგის დაგროვების საშუალება გაქვთ, საშუალება იყიდოთ ავტომობილები, იცხოვროთ ისე, რომ კარგად ცხოვრება ერქვას ამას, რა გინდოდათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში, სადაც შესაძლოა ყოველდღე დაგასანქციო. სათავარო ის რასაც თქვენ ძახი რო რისკია, ამ რისკის ვიყო. ამ რისკის ქვეშაც იყოთ მზად ვართ. ეს დეკლარაციაში ვერ ვნახე და არ გაქვთ ბატონ შალვა კრიპტო ნაყიდი? არა. არ ვიცი საერთოდ რა ხდება. ვერ ყოვი და ვერ. ახლა მით უმეტეს როცა სანქციების არ ვიცი, სიმართლე თუ გაინტერესებს, ჩემი და ეს კრიპტო და კომპიუტერულ ურთიერთობაში ცოტა დისტანცია ძალიან დიდი, იმითლაც. კი გირჩევნიათ ამ შემთხვევაში ფულის შესანახად. ჩვენ შალვა გოგოლაძის ფულის წარმომავლობას არ ვიკვლევთ, მხოლოდ ვითვლით იმას, რასაც თავადაც არ მალავს. ამ მინისტრის შემთხვევაშიც ფულის წყარო ბიზნესია. ვიყავი ჩემს მის ერთ-ერთ ფირმაში ერთ-ერთ სამყაროთანამდებობაზე და მქონდა გარკვეული შემოსავლები, რომ კონტეს კიდეს ეს დანასვი. არა, რატომ გაქვთ მაგას არ გეკითხებით? დღეს რეპორტაჟი იმაზე არ არის, რატომ გაქვთ? რამე გაქვთ მაგას? კი, მაქვს. მინისტრის ძმა გურამ გოგოლაძეა. გოგოლაძე არენას მფლობელია და ამ მშენებლობის უკანაც ის დგას. ძმის ბიზნეს საქმიანობასთან კავშირს ვერც ბატონი შალვა უარყოფს. სტადიონი იყო და ბავშვი დამყარდა რადის. სტადიონი იყო აქ? კი, სტადიონი. ახლა სტადიონის ადგილას მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.
ოცნების მინისტრი ადასტურებს, რომ სპორტული სივრცე იმ ბეტონის ნაგებობამ შეიწირა, რომელიც მისი ძმის კომპანიას ეკუთვნის. Arena 2-ის წინ იყო არასტანდარტული, ჩვენ მაგას ვფიქრობთ, არასტანდარტული სტადიონი, ანუ ვერც ერთ სტანდარტში ვერ ჩნდებოდა. ანუ სტადიონი იქნება თუ არა? სტადიონი როგორ იქნება? რუსი იქნება, რა იქნება? არასტანდარტული. აღარ იქნება. და რომელი ჯობდა არასტანდარტული? არასტანდარტული, იქიდან გარკვეული შემოსავლებით შესაძლებელია Arena 2-ში განხორციელდეს უფრო მეტი ინვესტიცია. მინისტრს ვეკითხებით, მისცემდნენ თუ არა მშენებლობის უფლებას, რომ არა ქართულ ოცნებასთან, მისი და მისი ძმის მჭიდრო კავშირი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აუზამდე მისასვლელი ვიწრო გზა ახლად სრულად გაუვალია და მდგომარეობა კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუსაცლისი გახდება. თუმცა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტები გვაფიქრებინებს, რომ გოგოლაძის ბიზნესს ოცნების ხელისუფლება ყოველთვის სასათბურე პირობებში ამყოფებდა. ამის დასტურია ეს ორი განკარგულება, რომლითაც მინისტრის ოჯახის კომპანიას არენას ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და ტერიტორია უპირობო საკუთრებაში გადასცეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერობით გატაცებულ ბიზნესმენს ახლა სრული თავისუფლება აქვს. თქვენი ფინანსური ინტერესი თქვენის ძმის კომპანიაში არის? ჩემი ინტერესი არის ჩემი ძმის კარგად ყოფნა ხოლმე ნახავთ. გავიგე, მაგალითად უნივერსიტეტის რო ანონსში ბინაც არის თქვენი ოჯახის. კი, მე ჩემო იყიდა ჩემ მეუღლე. ან თქვენი ძმისგან იყიდეთ? კი, რა მოხდა? ხო. გახსოვთ რამდენი გადაიხადეთ? კი, 54,000 თუ რაღაცა დაახლოებით ჩემი მეუღლე. ნუ შეიძლება იაფად გავუკეთოთ ჩემი მეუღლეს. ძმის ბიზნესის გარდა სამეწარმეო რეესტრში თავად ოცნების მინისტრის გვარის გასწვრივაც რამდენიმე კომპანიაა. ახლა ამ ბიზნესების მართვას კანონი უბრძალავს და ვალდებულია წილი სამართავად სხვა პირს გადასცეს. ოცნების მინისტრთა კაბინეტის წევრმა გადაწყვიტა, რომ თავისივე წილების მმართველად რამდენიმე კომპანიაში საკუთარი ცოლი დაენიშნა. დიახ, ცოლს აბა ის რა ქვია, სხვის ცოლს ხვალ გადასცემდა, თავ ვისაც ენდობოდა, მიანდო მას და გადასცა მისი ოჯახის აქტივია. შემოსავლებში მაინც კომპანიის გვერდით ყველგან წერია 0 ლარი შემოსავალი, ანუ რას ნიშნავს? ხო იმ ოჯახში შედის ეს შემოსავალი? არა, 0 ლარი შემოსავალი ვერ გებულობ, ვერ გეწევით. ყველაზე შემოსავლიანი კომპანია მინისტრისვე განმარტებით კერამიკისა და ფაიფურის ჭურჭლით მოვაჭრე კაულინ ჯორჯია გამოდგა. შალვა გოგოლაძე აზუსტებს, რომ სარესტორნო ინვენტარის შემოტანითაა დაკავებული. გაქვთ მეუღლესთან რაღაც კონსულტაციები თქვენს ბიზნესებთან დაკავშირებით, რომ მართავს წილს მაგალითად? ჩემი მეუღლე სხვადასხვა ძალიან კარგი იურისტი იყო, მე ვიყავი, როდესაც სასამართლოში მუშაობდი, ჩემი ხელმძღვანელი იყო და საკმაოდ კვალიფიციური იურისტია. გოგოლაძეების ოჯახში ოცნების მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ აღმასვლამდეც ეს ვითარება იყო. არც ახლა შეცვლილა არაფერი, ისე როგორც ამ ადამიანებისთვის. მე მხოლოდ დღეს და ღამეს ვგრძნობ, სხვას ყველაფერს. ასე ვცხოვრობ 70 წელი. კარგად რომ ვცხოვრობ და ვფიქრები. მე აღარაფერი არ ვიცი, მაგრამ თქვენ აგეშველება და შემდეგი გაჩერება კიდევ ერთი ბიზნესმენი და მილიონერი მინისტრია. მხოლოდ ეს საბურთალოს შუაგულში არსებული 326 კვადრატული მეტრი ფართის ბინა ამ ეტაპზე მილიონზე მეტის ღირებულებისაა. აქ ოცნების სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლს ქეთევან მაღულარიას ხვდებით. ვაგზლის მოედანზე თუ ყოფილხართ მაგალითად მეტრო დიდრუბესთან თუ გინახავთ ადამიანები იქ როგორ ცხოვრობენ. თქვენგან განსხვავებით მათ 100,000-ობით ლარის დანაზოგი შენახვის საშუალება არ აქვთ. ხო ბატონ ქეთევან, უხერხულია მინისტრის ცოლი ხართ. და ჩემი ხმა გესმით აშკარად. სონღულაშვილის ცოლს ან პასუხი არ აქვს, ან უბრალოდ დუმილიარდშია. სხვების მსგავსად, არც მასთან გვაქვს კითხვები ქონების წარმომავლობაზე. ამ შემთხვევაშიც საქმე ბიზნესმენ მინისტრს ეხება, რომელსაც საშუალება აქვს ჰქონდეს აგარაკები, როგორც ტაბახმელაში, ისე კოჯორში და ჰქონდეს 200,000-ზე მეტი დანაზოგიც. ხალხს არ უჭერს ჩვენს ქვეყანაში? თუ როგორ ჩანს თქვენგან მინისტრების ოჯახებიდან ეს ყველაფერი? მხოლოდ იმიტომ გეკითხებით ამას, რომ თავად მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს და მაინტერესებს ეს მხოლოდ თქვენს ოჯახში ასე თუ გარეთაც? სადაც რიგითი ადამიანები ჩვეულებრივი მოქალაქეები ცხოვრობენ. ქეთევან მაღულარია CFC ჯგუფის მეწილია. ბიზნესმენ მინისტრს კი საკუთარი წილები დეკლარაციის მიხედვით მართვაში სხვა პირებისთვის აქვს გადაცემული. თუმცა დავით სონღულაშვილის ძმა, რომლის ბიზნესის უკანაც მინისტრს მოიაზრებენ, ამ დრომდე მსხვილი დეველოპერული კომპანიის მმართველია და თბილისის მასშტაბით არაერთ კორპუსს აშენებს. კორუფცია შეიძლება ქონდეს ადგილი ბატონ სასო ვერ ხვდებით რას გეკითხებით? მოდი მაგაზე პირდაპირ გეტყვი, კორუფციის გამკეთებელსაც დამბრალებელსაც რო დედისაც თქვა. როგორც გენებოთ. ორივე დედის მეტელი მოტამაში ხდავდა დახვეწ ყველა მაგიდან. ძალიან ზრდილი ბრძანდებით. ბიზნესმენი მინისტრების სია ამით არ სრულდება. ოცნების რეგიონული განვითარების მინისტრიც სამეწარმეო რეესტრის სუბიექტია.
კახაბერ გულედანის სახელისა და გვარის გასწვრივ რამდენიმე კომპანიას ხედავთ. მათ შორისაა საქართველოს მეტროლოგიის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო ტენდერებსაც იგებს. რევაზ სოხაძე მოგეხსენებათ არის. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მის სახელზე ამ დრომდე რჩება შეპესე მაინჰაუსი, რომელიც სარემონტო პროფილით მუშაობს. მედიის ცნობით კი სოხაძე 32%-იან წილს ფლობდა სამშენებლო კომპანია ფლექსშიც. ცეზე როცა საუბრობს კობახიძე, თქვენ ეს კორუფციული ფაქტები გამოგრჩა? აი როგორი სრწილდა ინტერესი ხარ, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს ინტერესი ახლა ამ ფორმატში ვისაუბრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამოვლენილი გქონდათ თქვენც ეს კორუფციული ფაქტები, ხო სწორად გავიგე ბატონ ერტო? ჩვენ მიგნებები გვაქვს. ოცნების მინისტრთა კაბინეტის 14 წევრიდან საკუთარი ბიზნეს კომპანია მხოლოდ 6 არა აქვს. ესენი არიან თავდაცვის, ფინანსთა, განათლების, საგარეო შერიგებისა და ჯანდაცვის მინისტრები. სამეწარმეო რეესტრში არ ძალოვანი გელა გელაძე იძებნება, თუმცა მისი ქონებრივი მდგომარეობა ისედაც შთამბეჭდავია. $150,000 ღირებულების სასტუმროს ნომერი ყაზბეგის 22-ში. $228,542 მშენება რებინისთვის. $182,350 ჭავჭავაძეზე არსებული უძრავი ქონებისთვის. ჯამში 20 ერთეული და $1,500,000 ლარი. გელაძის ოჯახის ბალანსია ძვირადღირებული მოძრავი ქონებაც. €105,000 ნაყიდი მერსედესი ცოლისთვის და $70,000 Toyota L200 საკუთარი მოხმარებისთვის. ძალიან ტვინიანი ხალი ვარ, ბევრს შრომობ, 40 წელია უკვე შრომობ და პირველი დღე არ არის, რაც მაღალ ანაზღაურებაზე ვშრომობ და რაშია. ანუ ვინც ტვინიანია 260,000 ლარს იღებს ყველა. კულტურის მინისტრის 300,000-იან ბინაზე, €8,000-იან ჩანთასა და მრჩევლობით მიღებულ 100,000-იან შემოსავლებზე შაბათის ეთერის მაყურებლისთვის უკვე ცნობილია. თინა თინჯუხაძეც ბიზნესის მკეთებელი მინისტრების რიგებშია და მასაც წილები სამართავად სხვების მსგავსად დიდი ალბათობით ფიქტიურად მეგობრის შვილისთვის აქვს გადაცემული. ანტიკორუფციული ბიურო ჯერ არც რუხაძის დეკლარაციის მონიტორინგით დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებისთვის რაჟდენ კუბრაშვილს არაფერი უცნობებია. ჩვენ მიგნებები გვაქვს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც უნდა ჩაირთოს პრევენციული მექანიზმები, რომ ეს პრობლემები არ იარსებოს ქვეყანაში. გუნდიდან წასულებს გულისხმობთ, ხო? რატო იქნებ დარჩენილებიც არიან? ხო, კორუფციაში ჩართულები. უმძიმესი მდგომარეობა გქონია. რატომ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა? რომელ ქვეყანაში არ არის კორუფცია, მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ ჩერდება, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით, რომ რეფორმები არ განახორციელოს. ხედავთ რა ძალა გვაქვს მედიას ბატონ რაჟდენ. კურიოსში მოხდება. რატო კურიოსში? ჩემ გადაცემაში მოხდება.